აპრილის წამებულთა სულები დაგსკერიან ჩვენ. Kompensation Nazi. ბოდიში რა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი სიმძიმის თემაზე მომიწევდა პასუხის გაცემა. ბუნებრივია არ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და თქვენთან ამ ფორმატით საუბარი, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლო ცილის-წამების მსხვერპლი გავხდი, მაინც უნდა შევეხო ჩემთვის ამ უმძიმეს თემას. იგნორირება არ მგონია გამოსავალი და საზოგადოების წინაშე საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია. რაღაც მომენტში ვიფიქრე, იქნებ ჩემშია პრობლემა. იქნებ არ მქონდა სწორი მიდგომები, იქნებ ვინმეს რამე ვაწყენინე, თუმცა შემდგომ ცნობილი გახდა, რომ არ ყოფილვარ პირველი შემთხვევა. თურმე ყოფილან ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც იგივეს გავლა მოუწიათ, უწევთ ამ პროცესების პარალელურად. ეს ყველაფერი არ გახლავთ საჯარო და იმედია დროებით. ასეთ უღირსობას როცა გავრალებენ, მხოლოდ უარყოფა არ კმარა. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ მქონდა ფიქრები საჯარო საქმიანობა შემეწყვიტა. ვიფიქრე იქნებ ასე უკეთესი იყოს. შემდეგ ბრძოლა გადავწყვიტე. მე დასამალი არაფერი მაქვს. დაკითხვაზე მისვლისას ჩემი ინიციატივით მივიტანე საკუთარი ტელეფონი, სრული ინფორმაციით, წაუშლელი აპლიკაციებით. მიმძიმს და ბოლომდე ვიმედოვნებდი, რომ არ დამჭირდებოდა ნებისმიერი ტიპის საჯაროობა. ეს პირველ რიგში ჩემთვის არის მიუღებელი. ეს ჩემი არჩევანი არაა. პატივისცემა ყველა ქალბატონს. საერთოდ მგონია, რომ ყველაზე დიდი ფემინისტები სწორედ მამაკაცები უნდა იყვნენ. ყოველგვარი ახალი ტერმინების გარეშე. ეს ქართული მენტალიტეტია. საერთაშორისო სტანდარტებამდე ქალთან ურთიერთობას ბებია-ბაბუები გვასწავლიდნენ. არ არის ჩემი მიზანი შურისძიება. ასე არ გაუზრდივარ ჩემს მშობლებს. არასდროს ვიქნები მომხრე ჩემს გამო ვინმე ამ პასუხისგებაში მიეცეს, ან რაიმე პრობლემა შეუქმნა. თუმცა არის გარემოებები, როცა სურვილებზე მნიშვნელოვანი სახელი და რეპუტაცია. დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ის ბრძოლა, რაშიც წლებია ვარ, მსგავსი სტანდარტების დასანგრევად იყო. დამაბნეველია, როცა აღმოაჩენ, რომ ასეთ ქმედებებს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს. ეს ქართველების ამბავია, სადაც ვისაუბრებთ როგორ კეთდება პროპაგანდა. მე ლუკა ჭოხონელიძე ვარ და ჩემი სტუმარია გია ჭანტურია. მოგესალმებით, ძალიან კარგი წამოწყება, ძალიან მიხარია, რომ თქვენერი ხალხი ამაში ჩაერთო. მეც მოუწოდებ, რომ გამოიწერეთ არხი, მე უკვე გამოწერილი მაქვს, кайხანია და რა ვიცი, ვარ დღიები და საუბრობთ ყველაფერზე, რაც შეიძლება საუბრობ. მე ყოველშემ მზად ვარ, ისე რომ თქვენ რასაც ისურვებთ ბატონო. მოკლედ დღეს რაოდენიმე თემა შევარჩიეთ სასაუბროთ და ალბათ ერთ-ერთი პირველი რითაც მინდა დავიწყო საქართველოს ისტორიას ახსოვს ესეთი ძალიან საინტერესო პროდუქტი დარდუბალა ხო ანიმაცია რომელმაც ალბათ ძალიან ბევრი რამე გააკეთა მათ შორის ქვეყანაში ცვლილებები მოიტანა რაღაც პროცენტი ალბათ იყო ხო ამ დარდუბალას პროპაგანდას თუ დავარქნოთ იყო რაღაც წილი ამაში ვინ შექმნა ეს პროდუქტი, ვინ იყო ჩართული ამაში, რას ემსახურებოდა და ვისაუბროთ ასევე დარდუბალა 2-ზე, რომელიც რადიკალურად შეიცვალა მე სამწუხაროდ ძალიან არ იყო ხო, ნუ ეს უკვე ეს თემა. დარდუბალა დაიწყო ძალიან მარტივად, იმიტომ აშხუთში ვიყავით ჩვენ რადიო აშხუთში. მე მყავს მეგობარი ვიქტორ ციკლაური, რომელიც არის ანიმატორი და მარტო ეს სფერო ებარა მას. და როგორც ყველა ის იყო ფანი ამისი და მოვიდა და პირდაპირ მითხრა რომ მოდი აი ეს არტები რომლებიც არის ხო არ დავხატოთ ანიმაციურად. რა მაგარი იქნება. აი ეს იყო დასაწყისი ამისი. მე ეს იდეა რა თქმა უნდა უთხარი შალვა არამიშვილს. შალვამ თქვა რომ მოდი ეროსის უთხრათ და ეროსიმ თქვა რომ რა არტები თქვენ გიჟები ხო არა ხართ თუ შეგიძლიათ რამე სიმსონების მაგვარი გააკეთოთ კვირაში 10-20 მაინც რო იყოს. მაშინ ოკეი მე რა პერიოდი ეს რაც რა ეს არის უკვე 90-იანების ბოლო 2000 იყო თუ არ ვცდები რუსთავი 2 ფუნქციონირებს რუსთავი 2 კი უკვე ფუნქციონირებს რუსთავი 2-ობს და ის არის 2000 დაიწყო და იყო ეს რა თქმა უნდა მე ყველამ თქვა რომ შეუძლებელი იყო მაშინდელი ტექნიკური შესაძლებლობებით 10 წუთი ანიმაციის კეთება იყო ფაქტიურად შეუძლებელი მაგრამ მიუხედავად ამისა, ნუ მე ავიჩემე რომ მოვასწრებდით. მართლა შემიძლია თქვა, ეს შეუძლია ვიქტორმაც დაადასტუროს, ჩემი ინიციატივა იყო, რომ კი, ამას შევძლებთ.
და აი პროდიუსერულ თემებზე ანუ რაც შეეხება რუსავი ორთან და ეროს შემოლაპარაკებაზე მთლიანად ჩალვა იყო პასუხისმგებელი და მან ჩალვა რამიშვილი. კი, რა თქმა უნდა, მას ვერ დაუყარდა ნამდვილად ამას და მან თქვა რომ აი კი ეროსი თანახმა გარკვეულ დაფინანსებას იქნება და აბა დავიწყოთ. რაღაცა ასე ვთქვათ პატარა ოფისივით რაღაც გამოინახა და პირველი სერიას ვაკეთებდით 3 თვე. რა პერსონაჟები იყო დასახატი, მათი მოძრაობები, ანუ ჩვენ რაღაც ტექნოლოგიებით შევიმუშავეთ, რომ გამზადებული ქონოდა ყველა პერსონაჟის სიარული, ჟესტები და მე უფრო იოლად აგვიწყო ეს ხო, ანუ ეგეთ რუსულ ტერმინს ზაგატოვკები. მე ცვალებადი ხო იყო ამ ნუ ცვალებადი იყო ხო იქ, მაგათ იყო ადამიანი ირაკლი ხომასოჟე, რომელმაც თქვა დაწერა პროგრამა, რომელიც თქვა ამ lip-syncs იოლად აწყობდა მეტყველებას. ხო, და ასე 3 თვე მოუნდით პირველ სერიის გაკეთებას და ეროსი თქვა, რომ ნახა მოეწონა და თქვა, რომ აუ რა მაგარია, იქითა კვირას უკვე დავუშვებ. და ჩვენ ვთქვით, რომ მეორე სერიასაც ხო დრო დაჭირდება, აი ძალიან არა თქვენ რომ ყოჩაღები ხართ გააკეთეთ გითხრა და ნუ არაფერი მეორე სერიას 2 კვირა დაჭირდა, 1 კვირა გავუშვე, აი წუთი-წუთზე მივასწავით ეთერში გაშვება და დავჯექით კვირაში ერთ გამოხმაურება როგორი იქონა დავდუბო. იცი თავიდან იყო მძიმე, ეხლა ვიღაცები იძახიან რომ აუ იცი აი ნახე ედიყა დროს არ იყო ესე. მაშინ რთული პერიოდი იყო და შევარდა და მიხვდა რომ ხო არ ჯობია რომ ეს პლუსად დავიწერო. და ერთ-ერთ შეხვედრაზე როგორც ვიცით, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის შეხვედრაზე არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეხა ესე გამომივიდეს, ჩვენ ესე ვიცით სხვანაირად. რომ მან უთხრა იმას, რომ აი ნახეთ, ჩვენთან დემოკრატია ყავის, იმიტომ რომ ჩემზე აგერ მურთვიმეს იღია. და ეს გამოიყენა გარკვეულწილად სათავისოდ. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო პრობლემა მისთვის ეს ყველაფერი და ნახე რა იყო თავარი. თავარი იყო ეს, ჩვენ პიროვნულ შეურაცხყოფაზე არასოდეს არ წავსულვართ. შეგვეძლო ამის გაკეთება. იყო რაღაც ეპიზოდები, აი გოდიში რო გეჭრები რაღაც რომ მიშა სააკაშვილის ეს იყო, რომელიც გმირავდა რაღაც ხო, ეს იყო უკვე ბოლოსკენ. ეს იყო ბოლოსკენ. ამაზე მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე მიხეილ სააკაშვილის მომხრედ ვიცვლები და შავლო მოწინააღმდეგე ჩალვას ის იყო ეს ინიციატივა, რომ მიშა მოგვეჩინა. მე ვამბობდი, რომ მოდი ჩვენ ორიენტირდეთ დღევანდელი ხელისუფლების მინუსებზე და არ გვინდა ვთქვათ აი ამის გარეკანა. ეგ დაასუსტებს ამ იმას. ამ დროს ბოლოში იყო მე უკვე ფაქტიურად დავტოვე მაშინ იქაურობა. და ნახეთ სანამ გადავალთ ბოდიში ჩაგეკითხებით. შალვა რამიშვილი იყო სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში, სადაც თქვა ესეთი რაღაც, რომ ჩვენი დაშლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ბატონი გიას პოზიცია გახლდათ, რომ მე ზედმეტად მიშისტი ვიყავიო. არა, არ იყო ეს არ იყო. უბრალოდ ჩვენ, როდესაც მან თქვა, რომ მიშა ცხენზე ამხედრებული უნდა გამოჩნდეს სერიალში, მე ვთქვი და იგივე რა ვიცი, მიშა შულაძეს იუაზე იყო, სცენარისტი იყო. ხო, და ჩვენ ვიძახდი, რომ კი, მიშასთან ჩვენ პირდაპირ ურთიერთობას კი გქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ანიმაციაში აი ამის გამოჩენა არ იყო სწორი. მე ასე ვფიქრობ, ეხლაც იგივე ვთქვი, რომ არ იყო ეს საჭირო ამისთვის გაკეთება. ნუ რელიგიური ასპექტის შემოტანა მით უმეტეს რაღაც. ხო, ნუ იქ რაღაც დავით აღმაშენებელთან შედარებები და რაღაცები არ იყო, თან მით უმეტეს მაშინ ეს ყველაფერი ძალიან ისე პირიქით მაყურებლის გარკვეულ იმას გამოიწვევდა. ჩვენ სულთ ამ სერიებს ეს თავის საქმეს ეს სერია აკეთებდა იდეალურად, ეგ ერთი. მეურვეთი მიზეზი იყო იცი სხვა რამე. მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ვიცოდით რაღაც გარკვეული თანხა, რომელიც თანხაზეც აფინანსებდა აძლევდა ეროსი შალვას იმის, რომ ეს პროექტი გაკეთებულიყო. მოხდა ის, რომ მე შევხვდი ეროსის, მითხრა, რომ ბოლო სერია არ იყო კარგიო და მე ვთქვი, მე თანხას უბრალოდ დავასახელებ და მე ვთქვი, რომ იცი რა არის, ხუმრობით ვთხარი, მე ვთქვი, ორჯერ უკეთესი თუ გინდა რომ იყოს, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადო, მეთქი ვეხუმრე და მან დაასახელა თანხა, რომ რას ამბობ, ამდენი რომ მოგცეთ, მაინც რა ჯდებოდა? ძალიან ცოტა. ჩვენამდე მოდიოდა $3,000 თავიდან ბოლომდე, მთელი პროექტი თვეში. ეხლა თუ სიმართლეს ვაპარაკობ, თანხებს შალვარამიშვილი. ხო, შალვარამი და იქიდან მე ნაწილდებოდა და შალვა ეძახდა, რომ ხანდახან აკლდებაო და მეეო 105-დანო ვავსეფო, ესეც ჰქონდა ნათქვამი, რა ვიცი, მაშინდელ ჯგუფსაც ეხსომება, რომ ამას ამბობდა ხოლმე. და ეროსი თქვა, რომ რას ამბობ, 12,000 კურიერი არ მიჯდებაო.
მე ვთქვი უკაცრავად მე მეგონა რომ 3-ს და გაიგო თურმე ყოველ შემთხვევაში 6 გვაძლევდა. ანუ თელ პროექტზე მიდიოდა და მთელი ტახის ნახევარი და მეორე ნახევარსაც მიდიოდა. ეგ არ ვიცოდი. რა თქმა უნდა ეს საკითხი დავაყენე და მაშინ შალბომ თქვა რომ არა ეს ეროსიმო სპეციალურად თქვა რომ ჩორტი ჩააგდოს და მე წამ მაშინ დაველაპარაკოთ და ნუ ამაზე რა თქმა უნდა უარზე იყვნენ და მაშინ იგივე მიშამ იგივე ბიჭებმა ვინც ახლა აქეთ არიან თქვეს რომ არა გია ეს არ იქნება და ჩვენ არ გვიჭერა მაგისი არ იკადრებს და ასე შემდეგ და ნუ მე ვთქვა რომ კარგად ბრძანდებოდით რა მე უბრალოდ არ შემიძლია ესეთ გარემოში მუშაობა და რო წამოვედი უფრო მეც გეტყვი მე მივედი ეროსისთან მივედი დათოსთან ბვალთან რა ვიცი დათო დაადასტურებს ამას დარწმუნებული ვარ თუ ოდესმე გიყოლება სტუმრად და დავით უთხარი რომ მე ვთხარი ესეთი სიტუაცია და ნუ წახვედიო და მე ვთხარი მე მოვდივარ იქიდან მაგ რაღაც ალტერნატიული პროექტი თუ მე ვთხარი თქვენ ჩათვლით საჭიროთ მე მას თქვენთან ერთად გავაკეთებ აი ეს იყო ჩემი სიტყვა და ძალიან არასერიოზულად მიიღეს ჩემი ის რა რომ რატომ მიიღეს არასერიოზულად? იმიტომ რომ შალვას გქონდა თქვამი რომ ჭანტურია იქ არის მხოლოდ გამხმოვანებელი. მეტი არაფერი, უბრალოდ მე რეჟისორად იმიტომ მიწერია რომ არ მინდა გამოვხშე რაღაც აი ეგეთი ქონა რა თქვამი. ამ დროს მონტაჟსაც მე ვაკეთებდი. რეჟისურაც ჩემი იყო და ნუ ყველაფერს თავი გონდა სცენაშიც ვიღებდი მონაწილეობას ამ ყველაფერში. მოხდა ის რომ ხო, ნუ სამწუხაროდ უჩემოდ ვერ გააგრძელეს ეს პროექტი, ორი პროექტი დაიხო. მალევე დამთავრდა, ხო, იმიტომ რომ არ არის ეგრე იოლი რა, რაღაც ის კეთება, იქ სისტემა აწყობილი იყო და თავიდან უნდა ჩემი. უფრო მეცაც გეტყვით. მთელი ანიმატორები აპირებდნენ წამოსვა და მე ვთხოვე მათ, რომ არა, ჩემი გულში ნუ წამოხვალ, საქმე არ გააფუჭოთ, თქვენ მიდით და მიხედეთ და ნუ ავიცი ახან ეს რევოლუციამდე მორჩა დარდობალა, რევოლუციამდე მორჩა. კი. რევოლუციამდე მორჩა დარდობალა, მე ჩვენ მე დამირეკა ეროსმა მითხრა რომ იცი შევ რაღაც იდეა ქონდა აბა რა ქონდა და მე იყო ეს ამგვარებლებიან გრაფიკაში მსგავსი პროექტი იყო ნუ რა თქმა უნდა ისე პოპულარული ვერ იქნებოდა თავიდან ვერ ვიცოდით როგორც დარდობალა მაგრამ ჩვენი ეზო გავაკეთეთ სადაც ედიკა უკვე აღარ იყო პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი მეზობელი და ნუ რაღაც ეს სამეზობლო იყო რა ვიცი საინტერესო ბევრი სერია ძალიან მაგარი იყო სხვადასხვა ეხლა ზოგიერთ დარდობალა იქნებს ხოლმე და აი ვთქვათ აი სერია რა მაგარი იყო დარდობალაში მithქვათ არა დარდობალასი არ იყო ეს იმისი იყო. ხშირად ერევანში გავდაერთო. თუმცა მოდი პირაბი თქვა რა დარდობალის სიმაღლეზე რა თქმა უნდა ვერაფერი ვერასოდეს ვერ მივიდოდა და რა ვიცი ეს იყო და ეს. ეს ძალიან საინტერესო რაღაცა. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე არასოდეს არ მინდა რომ ვიღაცის მიუხედავთ იმისა რომ სხვადასხვა იმაში ნუ ავი სხვადასხვას არ ქვია რა ვიცი ახლა შალვა იქაა სადაც რა ვიცი ძალიან არავინ არ უნდა იყოს ჩემი აზრით ვერასოდეს ვერ დაუყარდავ იმას ხო რაც იყო რა თქმა უნდა მისი დამსახურება იმაში რომ დარდობალა მიარსება და არსებობდა მისი დამსახურებაც იყო ჩვენ თავიდანვე გქონდა რომ მოდი არავის არ ვაკებთ აი ეს იყო ჩვენი პოზიცია და იქ შეგიძლია ნებისმიერ კითხვას პიარს არ ემსახურებოდა ეს ხო არანაირი პიარი არ იყო ეს იყო პირიქით უნდა ყოფილიყო აი ეს გაბახება აი ამ სისტემის და უფრო მეტიც სხვადასხვა ედიკას თავარი რა მოხდა ედუარდ შევარდნაძე რომელიც ახლა დიდი პოლიტიკოსად იყო წარმოჩენილი ჩვენ წარმოაჩინეთ ვიღაც ტიპად უნარო ბაბუათ რომელსაც არაფერი არ შეეძლო. ეს უფრო დიდი დარტყმა იყო ვიდრე ის რომ რაღაც გვეგინებინა და რაღაცები გავიდა წლები და ეს შალვა რამიშვილი ჩამოყალიბდა რაღაც ჩემი შეფასებით საკმაოდ ნიჭიერ პროპაგანდისტად. ხო იცით პროპაგანდას ნიჭი არ უნდა. პროპაგანდას ჭირდება კადრება. კადრება არის აქ საქმე რა ბოდიში ნიჭი უნდა იმის კეთება სადაც სწორად აკეთებ და კარგს აკეთებ თორე ამას უნდა რა ვიცი პროპაგანდას კადრების მეტი არაფერი უნდა იკადრა ხო აი მე შემიძლია გითხრა რაღაცა ინფორმაცია და გითხრა რომ აბა იტყვი ამას შენი არხი და მეტყვი აუ არა მაგას როგორ ვიკადრებ ამას მეტყვი პროპაგანდა ვიღებს სათავეს, რა ვიცი, როდის ალბათ, რა ვიცი, ხო? ამ რომის იმპერიაში და საბერძნეთში პროპაგანდისტული ლეგენდები იყო, თუმცა საქართველოს რეალობაში, ხო, ეხლა მაგალითად იგივე სამწუხაროდ კარგად ვიცნობ იგივე 18-20 წლების მოვლენებს და მაშინდელი პრესაში არის აი ეგეთი რაღაცეები, ხო, იგივე 21 წლის პრესაში მაგალითად ლექსი ვიპოვე ცისხლიანი 3 წელი. არის ეგეთი ლექსი არის, ხალ მახსოვს. პრეზიდენტი არ არის ცისხლიანი 9 წელი ესე. ხო, არა, პირველი არ იყო. მაგათ იყო ის რომ დასავლელი, ვთქვათ იმის, რა ქვია, ბურჟუაზიის აგენტები. ქართველების ხო, საქართველოს ხო, მხოლოდ ქართველებისთვის, ხო, ნუ რაღაც ეგეთი. ბოდიში. საქართველოს ქართველებისთვის ეს არისო
შევამოწმეთ და კომუნისტურ პარტიას წინა საარჩევნო კამპანიაში, რომელიც იყო პირველი დამოუკიდებელი არჩევნების დროს, ყველა არაეთნიკურად ქართველები დასახლებულ რეგიონებში იძახდნენ ამას. ყველგან რაც ჩადიოდნენ, იძახდნენ, რომ ზვიადი ამბობს ამასო. ეს პროვინციები სადაც იყვნენ, კარგად კი, იგივე სადაც სომხები ცხოვრობენ, სადაც აზერბაიჯანელები თქვა, იგივე ბაკურიანში თქვა, მაშინ სულ მოსახლეობა ძალიან დიდი იყო ბაკურიანის აი მაგ რეგიონში. სამხრეთ ოსეთში ამან კი, აი ჩადიოდნენ და იძახდნენ, რომ აი ამ ეროვნულ ძალებს ეს უნდათ. და ეს იმდენად ჩაჯდა მერე რა, რომ უკვე ჩვეულებრივი ადამიანებიც ამას იძახდნენ, რომ არა, ხო, აგერ აი, ხო ხედავთ. რობიკოსტურუ არის, ისიც კი იძახდა, რომ აცო, ესო აი სომხების წინააღმდეგ გამოდისო, ეს კაციო და გასახლება უნდა მაგათიო. ნუ ხა, მე ვიძახი იმას, რასაც ის იძახდა. და როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი და ზვიაც ესე იმას აქნა რომ ხო ბიჭო ვიღაც გეტყვის მაგარი კაცი იყო მაგრამ ეს საქართველოს ქართველებისთვის არ უნდა ეთქვა აი მას გეუნება ადამიანი რომელიც შეიძლება შენ გვერდით ითქოს დღევანდელ პროტესტში უფრო მეცაც გეტყვი დღევანდელ პროტესტში შენ გვერდით დგარა ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც უთქვამს რომ ხო ნოე ჟორდანია კი მაგრამ მაინც უდი კაცი იყო იმიტომ რომ ილია მოაკლევიდა და აი ეს არის მე კი რა უნდა გითხრათ დღევანდელ ჩემ პროტესტზე ადამიანი მიდგა გვერდში რომელსაც გონია რომ მე შევიკება მოაკლევინეს იცნობიერება და ამის ვერ გადაარწმუნებს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ ვინც შენ და ჩემს გვერდით იდგა და დგას პროტესტზე იმას ამისი ჯერა ეს არის ძალიან ცუდი და ამის არის იმის ბრალი რომ ჩვენ სიმართლეს არ ვლაპარაკობ და ხანდახან რაღაცეებისგან თავს ვიკავებ და ამ დროს ის რომ ბებიჭაშვილი წავიდა და კომუნისტების დაბრუნების მერე ჩამოვიდა ეგ არა ხო რაღაცას კადრულობთ რაღაცას არ ვკადრულობთ აი პირობითად შეიძლება აი მაგალითად შევაფასო რომ ქართული ოსნების პროპაგანდა შეიძლება შეფასოს რომ ახლა ჩვენზე ძლიერია ეს მათი პროპაგანდა ალბათ ამის მიზეზი არის რომ შავა და დიტო სამხარაძე და ისიც და რაღაცებს კადრულობენ ჩვენ რაღაცებს არა მოდი ეს ეტაპი ხო არ უნდა დადგეს ამ ხო არსებობს სამწუხარო ნახე რა არის ის კადრულობს ტყუილს და შენ არ კადრულობს სიმართლეს ხანდახან აი გარი უბედურება ის კადრულობს ტყუილს არა შენ ტყუილი არ უნდა იკადრო მაგრამ სიმართლე უნდა თქვა რატო ვერ იდებით რატო აი ვამბობ ერთმანეთს ვერ იდებით რაღაცა გვაქვს აი იქა აი მე ხომ არა აი ბოდის ვიხდი ნუგზარ პოპხაძის ნობელი გამოსვლა მისცემს არახურებს უნდა დაისაჯონ იძახიან დღევანდელ ოპოზიციურ ტელევიზიაზე სკაპის აი მითი რატო უნდა იწყებოდა და თავდებოდეს გეტყვათ ხო იმიტომ რომ ჟურნალისტებს 80% მიდის სტუდენტია და ისეთი საყვარელია გეტყვიან ბატონო და ის სოკული საყვარელია როგორაა საყვარელი ჩემი მოკლა უნდოდა ჩემი დასჯა უნდოდა როგორაა საყვარელი და ამის ართხმას ხოშ ეხა მე ჩემ პოდკასტს გავახმა უფრო ვიდეო ბლოგებს განვაახლებ მალე და გამიხარდება თუ გამტერი კიდე მომემატება ძალიან კარგი იქნება და მე ვამბობ ამას და ზუსტად ეგ ჩანაწერი უფრო დიდი ცელიც მაგ ნახი რომელიც მე რატომაც გაქრა ტელევიზია მე რომ მივედი ტელევიზიაში მოვიძიე და გამქრალი იყო ის მონაკვეთი იმ გამოსვლაზე და მინდა უნდა ვაღიაროთ. აი ეგეც სიმართლეა, ხო? სამმა ადამიანმა გააპროტესტა მაშინ უგზარ ფოფხაძის აი ეს გამოსვლა. ეს სამი ადამიანი იყო. ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელმაც ადგა და პირდაპირ თქვა, რომ ხალხო ხوار გაგიჟის უნდა დაისაჯოს და ამის შემდეგ ხა ტექსტი ზუსტად ციტირებას არ ვახდენ, იყო რესან კონცელიძე რომელმაც ასევე გააპროტესტა და ყველაზე გასაკვირი და ვაშკაცურაც იყო სესილი გოგიბერიძე რომელიც მაშინ კავკასიის ეკას პირველი დივანი იყო და ადგა და თქვა რომ უკაცრავათო ვინ უნდა დავსაჯოთ იქო ახალგაზრდებიო არიანო და ჩვენი ქვეყნის და ძალიან ისეთი ტექსტი ჰქონდა დანარჩენი მაშინდელი წითელი ინტელიგენცია და დღეს რო ბევრისთვის რა ვიცი ცრემლი გდის და რამაგრები არიან გამაწარებულ ტაშს უკრავდნენ და უწითლდათ ხელები როცა აი ბრძანმა რომ ჩვენ ვიყავით დასაჯელები და ამ სიმართლეს რატო ვერ ვამბობთ ჩვენ? რატო არ ამბობენ დღევანდელი ზოგიერთი ოპოზიციური არხები ამას? რატო? როდესაც მაგალითად მე როგორც ვიცი 2012 წელს და ამ არჩევნების პერიოდშიც ნუგზარ ფოფხაძე ქართული ოსნების მხარდან ხარდა გვერდზე იდგა და ერთ-ერთი იდეოლოგათაც იყო წარმოდგენილი, ხო? მოდი პირდაპირ თქვა, არ არის ეს ევროპული რა აი რაღაცები თვალების დახოჭვა არ არის ევროპული საქციელი და არ იყო საქართველოს ესეთი ქვეყანა რომ მოდი ვიღაცის ხათრით და რაღაცის ხათრით მოდი რაღაცაები თვალი დავხუჭოთ არ არის ესე და ჩვენ თუ გვინდა მართლა ევროპელობა არის სიმართლის თქმა
და მეტი კი არაფერი არ არის. აი მაგალითად იგივე პროპაგანდა, ხო? თქვათ აი უცებ სადღაც ნორვეგიაში ნაკლებად ხდება, ну გერმანიაში დაარბიეს რაღაც მიტინგი და ვიღაცა პოლიციელი ცუდად იქცევა, ხო? რაღაც ცუდად წამოარტყა თავში ვიღაცა მომიტინგეს და ამას დადებს ხოლმე, ხო? ახლა რუსთავი ორი იმედი, რომ აი იქაც ხდება ეგეთი რაღაცები. და არავინ არ ეუბნება იმას, რომ იქ რო ხდება ის იჯჯება მერე. როგორც მინიმუმ პოლიციის რიგებს ტოვებს და ჩვენ ამაზე იმაშობით ხო რა იქაც ხდება ხო მერე რა მოკლედ მინდა ვისაუბროთ რევოლუციაზე. ალბათ ჩემი თაობისთვის ძალიან საინტერესო ხო რევოლუციის დროს დაბადებული თაობა ეს ჯენზი რასაც ეძახიან და ეს თაობა რომელიც 100,000-ობით ქუჩაში იდგა მაგრამ ნუ შემდგომ ესეც უნდა ვთქვა სამწუხაროდ უკვალოდ გაქრა ეს ხალხი. გაქრა და დაიწრიტა ის პროტესტი ძალიან რევოლუცია ჩობილები ესეც უწოდებენ ხოლმე ჩვენ თაობას და აი ამ რევოლუციაში რა როლი ითამაშა პროპაგანდამ რა როლი ითამაშა დარდუბალამ კი ბატონო მოდი პირაფერ თქვათ ერთი რაღაც შალვა აი ეს მაინტერესებს რევოლუციაში შალვა რა მიშულმა აი რა როლი შეასრულა ხო იცით რა ვიცი რევოლუციაში დიდროლი შევასრულეთ ყველა მაშინ მე მახსოვს ოდესაც უნივერსიტეტში იყო რა ვიცი 300-400 კაცი იკრიბებოდა და იქ რაღაც პროტესტი იყო ხოლმე იქ ეგეთი აზრი გაჟღერდა რომ მოდი ჩვენ სტუდენტები ვართ და არაფორმალები არ გვინდა არაფორმალები იყვნენ მაშინ აი ზვიადი და მერაბი და ეს ხალხი იყვნენ არაფორმალები და მაშინ თქვეს რომ აუ არ გვინდა რა ეს არაფორმალები რა ეს ჩვენ სტუდენტები მოძრაობაა და ჩვენ ძალიან გავს ხო კი ბატონო და ესეც მაშინ იყო აი ამ რა ვიცი კაკებეს და იმის შემოგდებული ფრაზა და მახსოვს რომ რაღაც მოდიოდა ლექტორი ვიღაცა ჯიგარი რა მიდი ჩვილებო თქვენ შემოგდებით მაგრამ არ გინდათ ბიჭო ესენი არ იცით თქვენ ვინ არიან და ბევრს ესე ეჯერა ამისი და ხო ეს ხა დანიოლია ახალგაზრდის აყოლიება და როდესაც თქვა იგივე რუსულ კანონზე ან მანამდე თუნდაც გავრილოვზე რომ თელი ეს გამოსვლები იყო მე მახსოვს რომ რაღაც გეუბნებოდა რომ აუ ხო იცი რა მაგრამ ჩვენ ამათ მოვთხოვთ ესენი უკან დაიხევენ და წავალთ და მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა აუ პოლიტიკოსები აქ არ დაგვენახო პოლიტიკოსები ჩვენ არ გვინდა პოლიტიკოსები არ გვინდა ნახეთ ზვიადს ეძახდნენ ბელადი ყავთ მე მეუბნებოდნენ შენ ყავს ბელადი ზვიადი და მოიყვანეს შევარდნაძე რომელიც ბელადი ყავდათ ხო მართლა ბელადად ყავდათ იმიტომ რომ ზვიადთან შეკამათება შეიძლებოდა მედიკასთან პაპა იქ ხო დაიჩოქნენ ვიღაცეები არ მიდე სახელები და გვარები თქვა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს ოპოზიციაში არიან თუმცა მაგათაც ვიტყვი ოღონდ მაგათ ჩემთვის ჩემი კონტენტისთვის დავიტოვე მაგათ სახელები და გვარი ყველაფერს არ მოგცემთ ბოლომდე ხო და ნახეთ როგორი სიტუაცია არის და აი ეს მე მახსოვს ძალიან კარგად და ანალოგიური ხდებოდა დავლაპარაკებია რომ ხალხო ეგრე არ ხდება იმიტომ რომ მანახონ ვიღაცამ თუნდაც იგივე უნგრეთის მაგალითი ერთი გამოკვეთილი ლიდერის გარეშე შეუძლებელია ეს ყველაფერი ამერიკაშიც კი ხო პრეზიდენტი თუ არის ქარიზმატული ტიპი მთელი პოლიტიკა ებმება იმას და ამერიკელებმა თქვა რომ აუ ჩვენ არ გვინდა ლიდერი რა მოდი რაღაც სისულელი აბსოლუტური ხალხო გერმანიაში მერცმა გაიმარჯვა იმიტომ რომ მერცი იყო ხო მერცის პარტიამ რო გაიმარჯვა მერცი იმით გაიმარჯვა პიროვნებით ხო ერთადერთი ეს იყო მართლა ესე იყო და ჩვენ რატომღაც რაღაცა ისა ვართ რაღაც ზე დემოკრატიულ ქვეყანა ეს როდის შეიცვალა ესე არ იყო არასდროს არ იყო ესე რომ არა იყო როგორ არ იყო ბელადომანია უნდა დამთავრდეს საქართველოში ამას იძახდნენ ვიღაცეები სულ და აი ეს ტიპები ვინც მაგას იძახდნენ მე ბიძინას გაყულის სურათებზე ღმერთო ჩემო რა სათნოა აი ესენი იძახიან ხტები აი ეს მესმის მაგრამ ზვიადიდან მოვედით მიშამდე მე აი როგორ იყო რა პრობლემა არის ხალხო რატო გგონია რომ ვიღაც პოლიტიკურ ლიდერის სახელის დაძახება არა ამას არ ვიძახ მაგრამ ხო ამბობთ ტრამპს ოყვილოდნენ ამერიკელები რა ისინი არიან ან თუნდაც იგივე მადიარის მომხრები რომ მადიარის სურათები დადიოდნენ ამითი რამე წააგო პრობლემა არ არის პოლიტიკას ჭირდება ლიდერი ხალხო შეუძლებელია კიდე არ შევიძახი რაღაც აი 20 კაცი ერთნაირი მოდი რა მარტივად გეუბნებით რა მე ვარ უცხოური რომელიღაც დასავლური ქვეყნის ლიდერი. მინდა ვიღაცას დაველაპარაკო ამ ქვეყანაში. საქართველოზე მაქვს ინტერესი. ვის დაველაპარაკო? აქეთ ვიღაც 97 კაცს რომელიც ერთმანეთს აგინებს და აგერ არ ვიღაც ერთი. კი, ცუდი ტიპია, მაგრამ ბიჭო მინდა რა, გასასვლელი მინდა პოლიტიკა მაქვს. მე ჩემი ქვეყნის ინტერესი მაქვს დასაცავი რა. და მიუხედავად ამისა რომ მათთვის რა თქმა უნდა
მიუხედავად ამის ევროპელები მაინც დღემდე ბოლომდე ასე არიან, რომ აი ამათთან კონტაქტი აქვს გაწყვეტილი ხდებით, მაგრამ ხვალდაზე, როდესაც აღმოსავლეთში სიტუაცია სხვანაირი გახდება, როდესაც აი ეს გზა, რომელიც გასავლელია, ხო და რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს, რუსეთის გზა ჩახსნილია, დამთავრებული ამბავია, ხო? შენ ხდები აქტიური მით უმეტეს, მათ მოუწევთ ვიღაცასთან დალაპარაკება. ეხლა ვის უნდა დაელაპარაკონ, აი შენ ხარ იმის გერმანიის კანცლერი და გინდა დაინტერესებული ხარ. მოდი, ვის ველაპარაკები? აი მითხარი და კი ბატონო, ვის აირჩევ? მარტივია რომ იქ მხარეს ელაპარაკონ, ალბათ მარტივია, ხო, რა თქმა უნდა და ამის იმედი აქვს იმასაც, რომ იცი რა არის მე ყველას დავიჭერ და რო არავინ არ იქნება, ვისაც შეიძლება იმან დაელაპარაკონ, მე მოუწევ ჩემთან საუბარი. ადრე დეფიციტური იყო, აი მაგალითად 2003-ში. თქვენ მოესწარეთ მე გადმოცემით ვიცი. ალბათ დეფიციტი ახლა ლიდერის თვისებები მეც ახლა რაღაც რო უყურებ ხოლმე არქივებს, ბევრად უფრო მეტი ქონა მიშა სააკაშვილს, ვიდრე პირობითად ზურა ჟვანიას ან ნინო ბურჯანაძეს, ხო? ახლა შედარებით ხო არ ფიქრობთ, რომ უფრო ეგოცენტრულია ხალხის, ეგოცენტრულია თული პოლიტიკოსი და ალბათ ლიდერობის პრეტენზია შეიძლება ბევრს ქონდეს. მოდი პირდაპირ ვიტყვი, მიუხედავად იმის, რომ მიშას ქონდა ყველაზე მეტი ეს ყველაფერი, მას რა თქმა უნდა ის რომ ერთიანობა უნდა ყოფილიყო, ერთი მეორეს არ გამორიცხავს რა, ლიდერი არ გამორიცხავს ერთიანობას. უბრალოდ დღეს საქართველოში არის რაღაც პარტია, რომელიცაც რეიტინგი შეიძლება ქონდეს 1% და მას უნდა რომ თუ ერთიანობა იქნება, მოდი მე ვიყო ისა რა, ხო მე ვიყო, ხო, თავარი აქ. ანუ გარკვეულად პარაზიტული ისინი აქვს რა. 2012 წლიდან პროპაგანდა ქნა ის რომ შექმნა ძროობისგან აი ხა დღეს მაგალითად 18-20 წლის ბიჭი რომელიც საერთოდ გაგნებაში არ არის მაშინ რა ხდებოდა კერძო ხომ არის ისინი მე მგონი უარი ვიღაცამ წერს რომ ესენი მალე ნაციონალიზმს გადაასწრებენ ვიღაცა გიწერს რა ეხლა და შედარება არ უნდათ იმისი რა ხდებოდა მაშინ ქუჩაში ტოტუას გომიცის ვიმე დაუჭერია პოლიტიკური ლიდერი ერთი მაინც დაუჭერია პოლიციისთვის ხელის გარწყვის შილისთვის ვიმე დაუჭერია ამას შედარებას არავინ არ აკეთებს რატო ვერ აკეთებენ? იმიტომ რომ არ უნდა 7 ნოემბერზე რატო არ მოახდინეთ ანალიზი, რაც მოხდა და იმის მოხდა. ეს ხო რუსული საქმე იყო, ხო? ეს ხო ძალიან მარტივი იყო, ხო? რომ ნატო სამიტის წინ ხდება ეს და მახსოვს სოზა სუბარი დავოდა, აი, ხო ამობდითო დემოკრატია ჩვენთან არის, ხო? დამამტკიცეთო ჩვენთან დემოკრატია. ეს იყო მიზანი მათი. და აი უსებ კითხო 7 ნოემბერში იმისი აქვია, პროტესტის მიზეზი რა იყო? მე ვერ გეტყვი. ვერ მეტყვი, ხო აი? მაგრამ ცუდი რო იყო ხო 6 თვით არჩევნების გადაწევაზე იყო ეს პროტესტი 6 თვით არჩევნების გადაწევა მე მესმის პროტესტის მიზანი რაც არ უნდა ყოფილიყო იქ დემოკრატიულ ღირებულებებზე თუ ლაპარაკობ ძალის გადასტომა ძალის გადასტომა მაგრამ როცა ვეუბნებით რუსეთს და იქიდან მხარეს დგას ხალხი ამის უკან რომელიც არის ჩვეულებრივ რუსეთის ადამიანები მე სულ ვიძახდი იმას რა რომ ძალიან დიდი ბოდიში რა ეხა ტელევიზიაში შესვლა იყო არასწორი ამას ვამბობ სულ მით უმეტეს, როდესაც კანონით უფლება ჰქონდა გაგეთიშა არხი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს ძალიან ცუდი საქციელისკენ. და მაშინდელი ჟურნალისტები იძახდნენ, რომ სამების შტურმი, ვაიმე, სამების შტურმი, რა სამების შტურმი, ვის სამების შტურმი. კი ბატონო. და ეგაა პროპაგანდა ნახენაშვება, აი მარტივი მაგალითი. ვინმე ბასილ მკალავიშვილი, რომელიც განკვეთილი იყო ეკლესიიდან, გლდანში რაღაცა შენობას აშენებდა, რომელსაც ეკლესია დაარქვეს. და ეს აი ამ ეკლესიის დანგრევა დღემდე ეკლესიის მგრეველს ეძახიან წინა ხელისუფლებას, რომელსაც 300-ზე მეტი ეკლესია მონასტერის რეაბილიტაცია, ადგენა და ასე შემდეგ მოახდინა, ხო? 300-ზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით. აი ამას ეძახიან ეკლესიის მგრეველს და ხალხი რომელსაც გელათი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში არის მიყვანილი. და უამრავ ეკლესიაში უბრალოდ გახვრტილი არის, რომ კონდიციონერები აქვს ჩაყენებული. ამაზე ხმას არ იღებენ. როგორ მუშაობდა რევოლუციის დროს და ცვლილებების დროს რუსთავი 2 და რას არ აკეთებს დღევანდელი ტელევიზია, ისე რა როლი ქონდა რუსთავი 2-ს და დროინდელ ტელევიზიაში ეროსკიც მაიშოს რევოლუცია. რუსთავი 2 როლი იყო. აი მაგალითად ერთი პოდკასტი მახსენდება, სადაც იაგო ხუჩეს პოდკასტია ესეც, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი იძახის ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ დაგვაჯერეს, რომ რევოლუცია იყო ჩვენი გაკეთებული ტელევიზიის თანამშრომლებს, ხო? ნუ ხელა დიდი როლი გქონდა ამ პროცესშიო და მოდი მე გეტყვი. აბსოლუტურად ვეთანხმები ამას. ჩვენ დაგვეჭერეს და ჩვენი როლიც იყო, როგორ
არ იყო, ძალიან დიდი იყო ჩვენი როლი. მე ისიც მახსოვს, რომ დაიძრა მაგალითად იგივე ავტობუსები დასავლეთიდან, ზუსტად 1 საათში უკვე კლიპი იდო ახალი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, თქვა ხო ერთ-ერთი, თქვა და მე მაშინდელ რუსთავი დავარქვი ბოლომდე დაულეველი ყავების ტელევიზია. და აი ნალუკა მოусმეს დამეთანხმება და ყველა რომ მე არ მახსოვს ბოლომდე დალეული ჭიქა რუსთავიოში, იმიტომ რომ ვერ დალევდი ჭიქას ბოლომდე ხალხო. ვერ დალევდი. თუ მოწრუპავდი და გეძახდნენ და დადებდი და აი ეს ჭიქები იდო ხოლმე პოიაში ბოლომდე და ზოგი საერთოდ დაულეველი. იმიტომ რომ დაასხი და დაგიძახეს და გავარდი. აი ბოლომდე დალეული ჭიქა მაშინ არ არსებობდა. და მე მახსოვს ძალიან კარგად თვარცები 20 რიცხვი იყო, როდესაც აი ას უკვე ვითარდება ეს მოვლენები, შეიძლება ვწდები, შეიძლება 19 იყო, არ ვიცი, 23-ში მოხდა რევოლუცია. მე ვიყავი დავით დვალთან კაბინეტში, სადაც იყო ეროსი, მე ვიყავი, კიდე 1-2 ჟურნალისტი იყო იქ, როდესაც ეროსი დაურეკა მიშას და ზულას ორივეს და აი შერიგებაზე აბამდა. ანუ ვიღაცა ვიყო წინასწარ დაგეგმილი იყო კაცოს ყველაფერი და რა იყო დაგეგმილი, როდესაც 3 წლის ადრე რევოლუციამდე ჯერ ამ სამის გაერთიანება არ იყო ბოლომდე გადაწყვეტილი და მახსოვს ეროსი ეუბნებოდა ზულას რომ უნდა შეხვდე მიშას, თორე თუ ეხლა რაღაც არ მოხდა, ჩვენ ყველა ციხეში დაგვიჭერენ და აქ ისე გადატრიალდება ყველაფერი, რომ უკან დასაბრუნებელი უბრალოდ გზა აღარ დარჩება და ესე იყო. ხო, იმიტომ რომ მე გეტყვი რა მოხდებოდა და ზუსტად ამაზე კიდე ცალკე არის ლაპარაკო. და მახსოვს რომ ზურამ თქვა რომ ვიღაცას გავაგზავნიო და ეროსი გაბრაზდა რომ რას ქვიო, ვიღაცას გააგზავნიო. მე მიშას დაურეკა, მიშამ თქვა რომ ნებისმიერ დროს სადაც უნდა იქ შევხვდებიო და ნუ მე მახსოვს რომ ეროსიმ თქვა რომ გვეშველაო შევხვდებიან ერთმანეთსო და დაილაპარაკეს და მოხდა ის რაც მოხდა. ეს რო არ მომხდარიყო 2004 წელს უწევდა საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურა მაშინ რუსეთის და შეუარნაესად უკვე შენახებული ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. 2004 წელს? დიახ. დიახ. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ინტერვიუ ერთ-ერთი მოძებნით თქვენ საერთოდ ედიკა იძახეს რომ აპირებთ თორა კიდე პრეზიდენტობას და არ ვიციო მაგრამ არიო ერთი კაციო კაცო ძალიან მდიდარიო და ძალიან კეთილი ყველას უყვარსო ისეთიო და რატომაც არა ბიძინა ივანიშვილის გეგმა იყო 2004 წელს მოსვლა ამ პრეზიდენტის 12-11-ში არ დაუწყია ესე იგი პოლიტიკა არა რა თქმა უნდა არ დაუწყია მან შექმნა ტელევიზია 2000-ში თუ არ ვწდები მეცხრე არხი მაშინ შექმნა პირველად რომელშიც ძალიან ისე ვითომ კულტურულად, მაგრამ ნუ ემზადებოდა ამისთვის ყველაფრისთვის. მაშინ დაიწყო 2000-ში, როცა პუტინი მოვიდა, მაშინ დაიწყო მან ეს აქტივობები. მაშინ დაუნიშნა მთელ საქართველოს პენსიები. 2000-ში დაიწყო ეს დანიშნები ამ პენსიების, ანუ მოსყიდვა ამ ხალხის მაშინ დაიწყო და 24-ში ედიკა მობეზრებული ხალხი და უცებ წარმოიდგინეთ, ვიღაც ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი რუსეთიდან ჩამოდის და ვაინოთ და მე ნახავდით ეხლა აი ეს მარო მაყაშვილის სტენსილის გამკეთებელი ადამიანი არ გვეყოლებოდა მაშინ რომ ის არ მომხდარიყო ეხლა წარმოიდგინე 2020-ში მოსული რატო არ დადგა ბიძინა ივანიშვილი კანდიდატად მე დაიწყო არა 23-ში მოხდა რევოლუცია და მე ეს და ნახე რევოლუცია მოხდა თუ არა მესამე დღეს აი ესეც ნუ ახსენე და დამეთანხმება მეორე თუ მესამე დღეს მოხდა რა დაკეტა ტელევიზია ბიძინა ივანიშვილმა და მთელი აპარატურა რუსთავიორ საჩუქა. რუსთავიორ საჩუქა აპარატურა და ფინანსებიც უკვე ნაციონალურ მოძრაობაში გაუშვა. ნუ მისი ფუნქცია როგორც არის, ნუ მიხვდა რომ 2004-ში არანაირი შანსი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ წავიდა იმაში. ნუ სავარაუდოდ ამის მერე რუსეთმა გაბრაზა არ ვიცი მასზე თუ რა იყო, მერე ბადრი შემოაგდო და ბადრს თვითონ აქ ნათქვამი ხო ჩანაწერებზე სხვა არსებობს ადამიანი რომელიც იდახთა რომ შინაგან საქმე მიისწინოთ დაბაძინოთ ის კი არ იყო დაეძინებინა ხო სიკვდილს ნიშნავდა ხო უნდა მოეკლათ შინაგან საქმე და მიისწრი და ადამიანი რომელიც იდახთა თქვენ რუსეთი არ გინდა და ჩვენი გზები გაიყო და მოსკოვში იკითხეთ მე ვინა ვარ აი ეს ადამიანი და მე 7 ნოემბერზე ბოდიშ ვიხდი ამაყით ნუ ამბობს შეამაყით ნუ ამბობს და შეჩი გვიდეკი ყოჩახ მაშინ თქვით რომ მაშინაც რუსულ საქმეს ვაკეთებდი მაგრამ ეხლა ქართულს ვაკეთებ ოკეი ეგრე თქვით
პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეთ სიმართლეს. სიმართლე, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას. ნახევარ სიმართლე არ არსებობს, ნახევარი უსულობა არ არსებობს, ნახევარ რაღაცები არ არსებობს, ნახევარ პარი არ არსებობს. კი ბატონო, მადლობა დიდი მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბარი გამო. ბევრ რაღაც შევინახეთ ჩემთვის უბრალოდ რაღაცა. თქვენი პოდკასტისთვის, ხო? კი, ბატონო. კი ბატონო. მადლობა დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. წარმატებები.